წავედ გაზის ეს პრობლემა, რომ ხშირად ხდება, თქო, ტროტუარზე გაჩერებული ავტომანქანები, ან ირღვევა პარკირების წესები. ირღვევა დღეში ალბათ ბათუმში იქნება ასეთი 1000. შენ წარმოიდგინე 2 მილიონ კაცი, 1.5 მილიონ მანქანა. მაგრამ ეს ძღოლების ბრალი არ არის თქვენ ამას როცა ირღვევა ეს წესები. ძღოლის ბრალი როგორ იქნება ეხლა? საწავლიდეს, პროსტა საწავლიდეს საგააჩეროს მანქანა. კილომეტრები უნდა ჩავიდეს სადღაც რო ნახოს და მე უკან ჩამოსვლა არ უნდა იქ რო რაღაც კიდვა უნდა. რა პოლიტიკა უნდა გქონდეს, რა ბერკეტები აქვს თქვა ბათუმის მერიას ხელში, რომ მოაგვაროს პარკირების პრობლემა თქვენი აზრით? პარკირების პრობლემა ეხლა მე რა ვიცი როგორ გითხრა რომ მოაგვაროს, მაგრამ ახლა მაგენმა ჩემზე უკეთიციან როგორ უნდა მოაგვარო. მაგრამ ნება არა აქვს. ხო, ალბათ ან ნება არა აქვს, ან აწყობთ უფრო მეტად. რატომ შეიძლება აწყობდეთ? არ ვიცი, შემოსავალია ეს ყველაფერი გადის ხალხზე რა. საიდან შემოვიდეს? იმას დამდგარი რომ გამოვლიან ამდენი პროცენტი დავიციეთ.